Globალური კრიზისების ფონზე ევროპაში იზრდება პოპულისტი ლიდერების რაოდენობა. Თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ევროპის პოპულისტ ლიდერებზე, მათ პოლიტიკურ ამბიციებზე და იმაზე თუ ვის აქვს რეალურად შესაძლებლობა ჩაანაცვლოს ორბანი და გააგრძელოს ევროკავშირის შეფერხების პოლიტიკა. Ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია უსაფრთხოების პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის მკვლევარი ხატია დავლიანიძე. თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ესე დავარქვათ ევროპელი ავტორიტარების თემა. და მინდა განვიხილოთ არა მარტო ორბანი, რომელიც არის ყველაზე განხილვადი, ესე ვთქვათ, ევროპელი ავტორიტარი, არამედ ის ნაკლებად განხილვადი ევროპელები, როგორიც არის ფიცო, ბაბიში, რუმენ რადევი და ასევე მინდა სერბეთსაც შევეხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის. მაგრამ ესენი ერთიანობაში ამ კონტინენტზე ქმნიან გარკვეულ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის და ევროპის ლიბერალურ და დემოკრატიული იდეების რაღაც წინააღმდეგობის თვალსაზრისით ასაზრდოებს. ამიტომ ვფიქრობ დავიწყოთ ზოგადი განხილვით, რატომ უნდა ვიცოდეთ ამათ შესახებ, რას აკეთებენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ ადამიანები, ვინც არიან დაინტერესებული გლობალური პოლიტიკით, ასევე დაინტერესდნენ ამ ადამიანების საქმიანობით. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. აი ამ პოლიტიკურ ლიდერებს რაც შეეხებათ, მე მგონი ბოლო პერიოდში აქტუალური იმიტომ გახდნენ ეს ადამიანები, რომ რაღაცნაირად ევროპის კავშირის შიგნით, არა მარტო ევროპის კავშირის შიგნით, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ, სერბეთი არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მომრავლდნენ ისეთი ლიდერები, რომლებიც ცდილობენ ერთპიროვნულად დაიმორჩილონ სახელისუფლებო შტოები, მედია, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ეგრეთ წოდებული არალიბერალური დემოკრატიის კლუბი რაღაცნაირად უფრო და უფრო ძლიერდება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც ევროპის ქვეყნებში არჩევნები ტარდება, იმ პარტიების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება, რომლებიც ხარს უჭერენ რაღაც ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, საზღვრების დაცვას, სუვერენიტეტს და ასე შემდეგ, ანუ როგორი პოლიტიკური პარტიაც ქონდა და აქვს ვიქტორ ორბანს და შესაბამისად აი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დგას ეს საკითხი დღის წესრიგში და ასეთი ლიდერების მიმართ დაინტერესებას ბუნებრივია იზრდება. კი ბატონო, ჩვენთან ძალიან მარტივად უყვართ ხოლმე რაღაცის შეფასება, რომ ესენი არიან პრორუსები. ყველა ერთ კატეგორიაში გადის ეს ადამიანები, ვინც ჩამოუთვალეთ, თუ არის აქაც რაღაც განსხვავებები მათ ძალაუფლებაში, მიდგომებში და მათ ინტერესებში. ნუ პირველ რიგში მაშინ უნდა შევაფასოთ რა ითვლება პრორუსულ კურსად. ნუ ვიქტორ ორბანსაც ძალიან ხშირად მოიხსენებენ ხოლმე პრორუს პოლიტიკოსად. მე მგონია რომ მაინდა-მაინც სწორი შეფასება არ იქნება, იმიტომ რომ ვიქტორ ორბანის და ზოგადად ასეთი ტიპის ლიდერების მთავარი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ხანგრძლივად შეინარჩუნონ პოლიტიკური ძალაუფლება, შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, მათ ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაწელონ ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდი. ვიქტორ ორბანი რო შევაფასოთ, მე მგონი უფრო მეტად პრაგმატული პოლიტიკოსი უფრო არის, ვიდრე პრორუსი, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩემი აზრით პრორუსი პოლიტიკოსები არიან, ვიცი, ლუკაშენკო, იგორ დოდონი და მაინც და მაინც სწორი არ იქნება, რომ ეს ადამიანები ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო, იგივე რუმენ რადევი, რომელმაც ახლა ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები მოიგო, რომ ერთი რანგის პოლიტიკოსებად მოიხსენიოთ. კი ბატონო. მოდი რახან ორბანით დავიწყეთ, ორბანითვე გავაგრძელოთ. რატომ იწყება ყველა ესეთი საუბარი ევროპელ პოპულისტებზე და ავტორიტარებზე ორბანით? ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეპიზოდიც გვაქვს ამაზე გაკეთებული, შენ ხშირად საუბრობ ამ თემაზე. შევაჯამოთ, რომ აი რა
ისა ისტორია ან რა გავლენა იქონია ორბანმა, რომ ყველანაირ ესეთი საუბარი პრაქტიკულად ორბანით იწყება. ალბათ, იმიტომ რომ ევროპის კავშირის შიგნით ორბანი აღმოჩნდა ესეთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა. იმიტომ რომ 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას, თან არამც თუ ინარჩუნებდა, ზედიზედ 4-ჯერ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოპოვებული და 16 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად აკონტროლებდა ხელისუფლების შტოებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს და ასე შემდეგ. შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანი ახსენდება ყველას. აი მაგალითად სერბეთის შემთხვევაში, სერბეთი არ არის ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო, იქაც ანუ რო განვიხილოთ სერბეთი ახლა ევროპული გაერთიანების წევრად, მე მგონი სერბეთს უფრო დიდი პოტენციალი აქვს, რომ აი ორბანის ტიპის მართველად ჩამოყალიბდეს, ანუ ალექსანდრ ვუჩიჩს გულისხმობ, ვიდრე მაგალითად რობერტ ფიცოს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი რაღაცნაირად მსგავსი ტიპის ლიდერებად მიიჩნევიან, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სათავეშია სლოვაკეთში ფიცო, ძალიან სუსტი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, ანუ ახლოსაც კი არ არის საკონსტიტუციო უმრავლესობასთან და შეიძლება რაღაც კონკრეტულ თემებზე ხის განცხადებებს აკეთებდეს, მაგრამ ან როდესაც რაღაც საქმეზე მიდგება, უკან იხევს ხოლმე ყოველთვის, ანუ მისთვის ეს რაღაცა უფრო ვაჭრობის ბერკეტია, ვიდრე ის, რომ პირდაპირ დაბლოკოს მაგალითად ევროპის კავშირის შიგნით, აი მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ან არ ვიცი უკრაინის ევროინტეგრაცია და ასე შემდეგ, რასაც ვიქტორ ორბანი აკეთებდა. კი ბატონო, საინტერესოა თვითონ ორბანის ინოვაციები რა იყო ამ ევროკავშირის, როგორ იყენებდა ევროკავშირის წევრობას იმისთვის, რომ ერთის მხრივ ევაჭრა საკუთარი ინტერესების ფარგლებში და მეორეს მხრივ რუსეთის სასარგებლოდ და თავის სასარგებლოდ ევროპის კავშირის გადაწყვეტილებები შეეფერხებინა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის კავშირს უნგრეთისთვის 20 მილიარდ ევროზე მეტი აქვს გაყინული დღევანდელი მდგომარეობით, სხვადასხვა საკითხის გამო, მათ შორის არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. და აი რომ დავაკვირდეთ ვიქტორ ორბანის ნაბიჯებს და როგორ იქცეოდა ანუ ევროპის კავშირის შიგნით სხვადასხვა განხილვის დროს, თავდაპირველი გადაწყვეტილებით ეს ბლოკავდა ხოლმე, მაგრამ მე რაღაცნაირად სივრცეს ტოვებდა მოსალაპარაკებლად. აი მაგალითად ნატოს გაფართოებას რო გავიხსენოთ, უნგრეთი დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას თითქმის მე მგონი 10 თუ 11 თვის განმავლობაში. და ბოლოს საერთოდ დაემთხვა ის, რომ როდესაც ევროპის კავშირმა გარკვეული თანხები გამოათავისუფლა ამ გაყინული ფონდებიდან, მერე უნგრეთმა ეს ვეტო უკან წაიღო. ვაჭრობდა, ანუ კი, მუდმივად ვაჭრობდა, იმიტომ რომ ანუ რო დავაკვირდეთ, თითქმის ყოველთვის უკან მიქონდა ხოლმე ეს თავისი რაღაც დაბლოკვის გადაწყვეტილებები, როდესაც ვეტოს ადებდა სხვადასხვა გადაწყვეტილებას. კი ბატონო, და აი ეს იარაღად გამოყენება ამ ვეტოს უფლების რამე შედეგი იქონია ევროკავშირისთვის, ანუ გაიაზრეს, რომ ასეთი ტიპის ავტორიტარებმა ევროკავშირის შიგნით შეიძლება პოლიტიკურ კლიმატზე იქონიონ გავლენა და თან პატარა ქვეყანა, ახლა ძალიან გავლენიანი ქვეყანაც არ არის, რომ რამე სხვა სავაჭრო თემა ქონდეს, მარტო ვეტოთი ვაჭრობდა. დაიწყო თუ არა ამის გამო რამე პროცესები, რამაც შეიძლება სხვა ავტორიტარებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები შეიძლება წევრი ქვეყნის ლიდერებად შეიძლება მოევლინონ, ვერ განახორციელონ ისეთივე ტიპის, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ბიუროკრატიის მძევლად აყვანა საკუთარი ინტერესებისთვის. ევროპის კავშირის სისუსტე არ შეიძლება სისუსტე არ პირიქით ეს ზედმეტი დემოკრატიაც არის, რომ ასეთი ტიპის ქვეყნებს, ანუ ასეთი რაღაც თითქოს მცირე გავლენის ქვეყნებსაც კი ასეთი ის აქვთ პოლიტიკური წონა. ასეთი გადაწყვეტილებები ევროპის კავშირის შიგნით მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, ანუ საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამიტომ ამ თვალსაზრისით ბრიუსელი უძლური არის ხოლმე თუ თუნდაც ერთი სახელმწიფო დაბლოკავს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. სხვა მექანიზმებიც არსებობს, აი მაგალითად აი ეს პირობითობის მექანიზმი, რაც კანონის უზენაესობას უკავშირდება, როდესაც ქვეყანა, კონკრეტული სახელმწიფო, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო არღვევს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ
პრინციპებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ პრინციპებს და ასე შემდეგ, მას შეუძლია გარკვეული თანხები გაუყინოს. რის გამოც ქვეყნები თავს იკავებენ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან. მათ შორის უნგრეთის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახა ეს 20 მილიარდზე მეტი ევროს გაყინვა და შესაბამისად აი მაგალითად როდესაც ახლა ბულგარეთს ვლაპარაკობენ რომ რუმენ რადევი შეიძლება მეორე ვიქტორ ორბანად იქცეს ძალიან დიდი სხვაობა არის უნგრეთის და ბულგარეთის ეკონომიკას შორის ანუ მასშტაბის თვალსაზრისით და თან უნგრეთს გაცილებით უფრო ესეთი დივერსიფიცირებული ეკონომიკა აქვს უცხოური ინვესტიციების წყაროებით უფრო მრავალფეროვანი აქვს და აი ბულგარეთი იგივენაირად შეიძლება ითქვას რომ ვერც მოიქცევა. ანუ კიდევ ეს მექანიზმი არსებობს, კიდე არსებობს ევროპის საბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევა, ну რაც აქამდე არ მოხდა, იმიტომ რომ აქაც ყველა წევრის მხარდაჭერა სჭირდება და ну ადრე, როდესაც პოლონეთს და უნგრეთს შორის ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობები იყო უკრაინის ომის დაწყებამდე, ყოველთვის მხარს უჭერდა ხოლმე უნგრეთს პოლონეთი, ახლა სლოვაკეთი, ну სანამ ვიქტორ ორბანი იყო ხელისუფლებაში, სლოვაკეთი უჭერდა ხოლმე მხარს და ამიტომ რაღაცნაირად ახერხებდა რომ ამ დრომდე შენარჩუნებული აქვს უნგრეთს ხმის უფლება ევროპის საბჭოში. კი ბატონო. ძალიან საინტერესო პროცესებს ხედავთ საქართველოში უყვართ ხოლმე ყველაფრის გამარტივება. ორბანი დამარცხდა, წავიდა, მაგრამ იყო საუბარი პრორუსებს შორის, რომ აი რობერტ ფიცო გააგრძელებს იმ პოლიტიკას და უკრაინისთვის არაფერი არ შეიცვლება. მოდი ჩავშალოთ რობერტ ფიცო, რით გავს ფიცო ორბანს და რით განსხვავდება ორბანისგან და აქვე მინდა ვისაუბროთ იმ პოლიტიკურ ბერკეტებზე, რაც სლოვაკეთს აქვს და რაც არა აქვს უნგრეთისგან განსხვავებით. რობერტ ფიცოს და ვიქტორ ორბანს შორის ძალიან დიდი განსხვავება არის, როგორც წაღან აღნიშნა, პირველ რიგში ის, რომ ვიქტორ ორბანს ზედიზედ 4-ჯერ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოპოვებული და ერთპიროვნულად აკონტროლებდა აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს. რობერტ ფიცოს ძალიან სუსტი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, 3 პარტიისგან შემდგარი კოალიცია არის. და მას მუდმივად უწევს ხოლმე საკუთარ კოალიციურ პარტნიორებთან დათმობაზე წასვლა და ასევე თუ გავიხსენებთ წინა საარჩევნო პერიოდს სლოვაკეთში, ანუ სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა, რობერტ ფიცო უფრო ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდა ხოლმე მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით და ნუ ეს ომის და მშვიდობის თემა ყველგან აქტუალური არის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მთავარი თემა არის ხოლმე რის გარშემოც აწყობენ როგორც წესი ასეთი ტიპის ლიდერები მთელ წინა საარჩევნო კამპანიას და მას შემდეგ რაც მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, საერთოდ შეიცვალა მისი რიტორიკა, გაცილებით უფრო ისეთ რბილ განცხადებებს აკეთებს და ასევე როდესაც ვიქტორ ორბანი დამარცხდა არჩევნებში, მიხედვით იმისა, რომ იქამდე აქტიურად უჭერდა მას მხარს, ბოლოს რამდენიმე დღის წინ საერთოდ გააკეთა განცხადება, რომ არამც თუ არ დაბლოკავს უკრაინის ევროპის კავშირში ინტეგრაციას, არამედ განაცხადა, რომ საერთოდ გამოცდილების გაზიარებასაც აპირებს მათთვის. ანუ შესაბამისად, ანუ როდესაც ესეთი ტიპის ლიდერებიც კი ხედავენ, რომ დაუმარცხებელი არავინ არ არის და შეიძლება ასეთი რეჟიმი, რომელიც 16 წლის განმავლობაში გარედან ჩანს, რომ ესეთი უძლეველი არის და არასდროს არ დაიშლება და ერთ დღეს უცებ ასე იშლება, მაგრამ რაღაცნაირად მათი სიხისტეც თანდათან უკან მიდის ხოლმე. ძალიან საინტერესოა თვითონ. აი ამაზე მინდა კონცენტრაცია, რომ ფიცო აქტიურად იყენებდა უკრაინის ომის თემას, ამ ენერგეტიკულ შიშებს. წინა საარჩევნო კამპანია, ამ სხვა თემა არ ქონია. ანუ რა მიმართულებით იყო? ეს იყო ხმების მობილიზაცია და ხალხის ემოციებით თამაში იმისთვის, რომ თვითონ ხმები მოეპოვებინა, თუ ეს იყო ამან გარკვეული გავლენა იქონია მის საგარეო პოლიტიკაზეც? აი თუ დავაკვირდებით რომელ ქვეყნებში იყენებენ აქტიურად აი ამ ომის და მშვიდობის თემას, აღმოვაჩენთ, რომ არიან ის ქვეყნები, ну ძირითადად რა თქმა უნდა არა ნებისმიერ შემთხვევაში, რომლებიც ევროპის კავშირში მაინც და მაინც ესეთი წარმატებული ეკონომიკური მდგომარეობით არ გამოირჩევიან. და ну აი ბუნებრივია რომ მოსახლეობაში არსებობს ესეთი განწყობა რომ როდესაც მათი კეთილდღეობა არ არის მაინდა-მაინც სახარბიელო არ უნდათ რომ მათი ფული იხარჯებოდეს არ ვიცი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე
აი არის უნგრეთიც რო შევაფასოთ ან ბულგარეთი, მათ შორის სლოვაკეთი, ну აი უნგრეთი და ბულგარეთი საერთოდ ევროპის კავშირში ყველაზე კორუმპირებული და ყველაზე ღარიბ სახელმწიფოებად მიიჩნევა. და ნუ სლოვაკეთშიც, ნუ რა თქმა უნდა სლოვაკეთი არ არის უნგრეთის და ბულგარეთის მსგავსი სახელმწიფო, ან მისი ეკონომიკური კეთილდღეობა გაცილებით უფრო ესეთია კარგი და სახარბიელო, მაგრამ ну ან მოსახლეობას არ უნდა რომ მათი ფული რაღაც სხვა სახელმწიფოს ინტერესებს მოხმარდეს. ეს ინტერესი არის იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი კომუნიკაცია არ ხდება მთავრობის მხრიდან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება და რატო არის უბრალოდ ეს პოპულიზმი არის, უბრალოდ პოპულისტი პოლიტიკოსები იყენებენ ამ თემას. გასაგებია. რო შევაჯამოთ ფიცოს თემა. რა ბერკეტები აქვს ფიცოს იმისთვის და აქვს თუ არა ბერკეტები იმისთვის, რომ რუსეთის სანქციების საკითხები და სხვადასხვა თემები, რითაც ორბანი აქტიურად ვაჭრობდა და საკუთარ ინტერესებში იყენებდა, ფიცომ გამოიყენოს იგივე ბერკეტები, რომ დააბალანსოს, ასე ვთქვათ, კოჭი გაუგოროს რუსეთს და ამით რაღაც ქულები დაიწეროს და ეკონომიკური კეთილდღეობა მიიღოს. ну ბერკეტების თვალსაზრისით იგივე ბერკეტი აქვს, რაც უნგრეთს ჰქონდა. უბრალოდ უნგრეთის შიგნით არსებული მდგომარეობა, ანუ გულისხმობ ვიქტორ ორბანის მმართველობა მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო და შესაბამისად მას უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდა, იმიტომ რომ აი მოკლედ უნგრეთში რა თქმა უნდა ოპოზიციური პარტიები არსებობდა ვიქტორ ორბანის პირობებში, მაგრამ ну იმიტომ რომ ერთ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ ვერაფერში ვერ ეწინააღმდეგებოდა და არანაირი ის არ იყო დაბრკოლება ვიქტორ ორბანისთვის და ფიცოს ეს არ აქვს და შიდა წნეხი იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად ვერ მიიღებს ისეთ ხისტ გადაწყვეტილებებს, როგორ გადაწყვეტილებებსაც ვიქტორ ორბანი იღებდა და თან არც გვახსოვს, ანუ ვიქტორ უბრალოდ რობერტ ფიცოს არ აქვს ასეთი გადაწყვეტილებები ევროპის კავშირის შიგნით დაბლოკილი, რასაც ბლოკავდა ვიქტორ ორბანი წლების განმავლობაში. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა. მეორე ესეთი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო და პოპულარული გახდა საქართველოში, როგორც თქვი, ძალიან ზედაპირულად უყურებთ. ორბანი დამარცხდა და რამდენიმე კვირაში რუმენ რადევმა გაიმარჯვა ბულგარეთში და ქართულ პრორუსებს ჰქონდათ დიდი ჟრიამული, რომ პრორუსი მოვიდა ბულგარეთში მთავრობაში. თუ შეიძლება განვიხილოთ რუმენ რადევი როგორც პოლიტიკოსი, ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი? რუმენ რადევი ორი ვადით იყო ბულგარეთის პრეზიდენტი, უბრალოდ მეორე ვადა ბოლომდე არ დაუმთავრებია, იმიტომ რომ 2027 წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, მან 2020 წელს იანვარში მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. აი ბულგარეთის ბოლო წლების მას შიდა პროცესებს თუ გადავავლებ თვალს, 2021 წლის შემდეგ ბულგარეთში 8 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, საიდანაც მხოლოდ 3-ჯერ მოხდა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და ნუ ისიც რამდენიმე თვეში იშლებოდა და ამას ბევრი მიზეზი აქვს, ну ერთი ის რომ იდეოლოგიურად ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები შედიოდნენ ხოლმე როგორც წესი კოალიციაში და მე რაღაც სხვადასხვა საკითხზე უთანხმოების გამო მალევე იშლებოდნენ. ну ერთი შემთხვევა იყო რომ ერთ-ერთმა კოალიციურმა პარტიამ გამოუცხადა მართულ კოალიციას უნდობლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ამ დაუსრულებელი კრიზისიდან რომ ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში აი მუდმივად წინა საარჩევნო პროცესში იყო, იმიტომ რომ რაღაც წელიწადში 2-ჯერ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა. გასულ წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ნუ ყველას ეგონა, რომ პრეზიდენტი დროებით მთავრობას დააკომპლექტებდა და ქვეყანას მოამზადებდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ყველასთვის მოულოდნელად თვითონ დატოვა თანამდებობა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუმენ რადევს არ გაუცხადება ესე ღიად, რომ რაღაც პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებდა, ანუ ეს არ იყო მერე მოულოდნელი თვითონ ბულგარელებისთვის და არა მარტო ბულგარელებისთვის, იმიტომ რომ აი, როდესაც წინასაარჩევნო გამოკითხვები ტარდებოდა და სხვადასხვა პოლიტიკოსების რეიტინგის შეფასება ხდებოდა ბულგარეთში, რუმენ რადევს ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, იმიტომ რომ აი ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იყვნენ ბულგარეთში, ან გულისხმობ ხელისუფლების სათავეში რომელი პარტიებიც იყვნენ, მათ მიმართ მოსახლეობის ნდობა ძალიან შემცირებული იყო. თან აი როგორც ვიქტორ ორბანი იყო უნგრეთში, დაახლოებით მსგავსი ტიპის პოლიტიკოსი იყო ბულგარეთში ბოიკო ბორისოვი, რომელიც 2009 წლიდან მართავდა ბულგარეთს და ნუ არაერთ კორუფციულ სკანდალში არის გახვეული, თან ბულგარეთი ყველაზე კორუმპირებული
ქვეყანა ევროკავშირში, მოსახლეობა ძალიან ესეთი რთული ეკონომიკური პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. და რაღაცნაირად რუმენ რადევმა მოახერხა ის, რომ იმედგაცრუებული ბულგარელების მხარდაჭერა მოიპოვა. თან მან კენჭი, როდესაც პირველად იყარა პრეზიდენტის პოსტზე 2016 წელს, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტია უჭერდა მას მხარს და რაღაცნაირად თითქოს ამ პარტიებისგან დისტანცირებულ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა და თან მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთში პრეზიდენტს ესეთი ცერემონიული უფლებამოსილება აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში მუდმივად საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და 8 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რუმენ რადევის ესეთი ცნობადობა გაიზარდა, იმიტომ რომ ესეთი როლი ქონდა მას, ეს კრიზისი უნდა მოეგვარებინა, დაიშლებოდა მთავრობა, მერე დროებით მთავრობას ნიშნავდა და ქვეყანას ამზადებდა მომავალი რიგაში საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაბამისად, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და რაღაცნაირად მოახერხა მოსახლეობის კეთილგანწყობის დამსახურება და იანვარში, როდესაც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, მას საკუთარი პოლიტიკური პარტია ამ დრომდე არ გააჩნია, გადაწყვიტა, რომ 3 მემარცხენე იდეოლოგიის პოლიტიკური პარტიებისგან გაერთიანება შეექმნა, იმიტომ რომ ფიზიკურად როც არ ქონა იმისთვის არჩევნები აპრილში იყო და ანუ სამართლებრივი რაღაც პროცედურები რაც არის გათვალისწინებული იმისთვის რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ფიზიკურად ვერ მოასწრებდა და ამიტომ უკვე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებით იყარა კენჭი. და თან ეს პარტიები ანუ ფაქტობრივად არანაირი რეიტინგი არ აქვს ამ პარტიებს ბულგარეთში, საპარლამენტო მანდატებიც კი არ აქვს. მხოლოდ იმიტომ რომ რუმენ რადევის გარშემო გაერთიანდნენ, იმიტომ მოახერხეს არჩევნებში გამარჯვება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ანუ არ ქონდათ მათ არანაირი მხარდაჭერა. და პრინციპში ყველასთვის მოულოდნელად მოახერხა ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება და პრორუსებს გაუხარდათ, რომ ბულგარეთში პრორუსი პოლიტიკოსი შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება კი არა და აღმოჩნდა უკვე ხელისუფლების სათავეში დღეს დამტკიცდა მისი მთავრობა და რატომ მიიჩნევა რომ პრორუსი ამას არ ვიცი, ანუ რაღაც ახსნა ალბათ შეიძლება ის კონდეს, რომ ხარს არ უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, იმიტომ რომ როგორც ვიცით 2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბულგარეთმა ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია უკრაინას, ანუ ომის პირველი თვეების განმავლობაში მე მგონი ბულგარეთის დახმარებაზე იყო დამოკიდებული უკრაინა და ამას ღიად ეწინააღმდეგებოდა და მეორე თემა, რის გამოც პრორუსად აღიქმება, არის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ 2022 წელს, როდესაც კირილ პეტკოვის კოალიციურმა მთავრობამ გაზის, ანუ გაზპრომით მარაგდებოდა ბულგარეთი და როდესაც რუბლში გადახდაზე უარი თქვა, გაზპრომმა შეუჩერა გაზის მიწოდება და ამის მერე სრული დივერსიფიკაცია მოახდინა ბულგარეთმა გაზის და ნავთობის. და ამიტომ ეს თემაც ახლა ბულგარეთში არ არის დღის წესრიგში, მაგრამ აი ამ იაფ გაზზე და ნავთობზე მუდმივად აპელირებდა რუმენ რადევი. ანუ ეს თემები არის უკრაინის დახმარება და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რასაც ეს მხარს უჭერდა და ამიტომ მიიჩნევა, რომ პრორუსი პოლიტიკოსი. საინტერესოა. ეს ბოლო რამდენიმე წელი, როგორც თქვით, ძალიან турბულენტური პოლიტიკური გარემო იყო ბულგარეთში. თვითონ რუმენ რადევი პრეზიდენტი კი იყო, მაგრამ თავისი პოლიტიკური პარტია და ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პლატფორმა არ აქვს ჩამოყალიბებული. გვაქვს თუ არა რაიმე ტიპის ინფორმაცია, ან შეგვიძლია თუ არა გავაკეთოთ ასეთი პროგნოზი, რა საგარეო პოლიტიკის მატარებელია ეს ადამიანი და რა მიმართულებით უნდა რომ ბულგარეთმა გააგრძელოს ასე ვთქვათ, თავისი პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ პრორუსებს იმიტომ უხარიათ, რომ გონიათ, რომ ვიღაცა ორბანს ჩაანაცვლებს. აქვს თუ არა რადევს იგივე ინტერესები, რაც ორბანს ჰქონდა და შეიძლება თუ არა მან გამოიყენოს ის ბერკეტები, რაც ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს, იმისთვის, რომ საკუთარი ან ქვეყნის, ან პარტიის, ან თვითონ პიროვნების ინტერესები
გაატაროს სხვა ქვეყნების ვეტოს ხარჯზე, ასე ვთქვათ. რუმენ რადევსაც არ აქვს ის რესურსი, რა რესურსი ჰქონდა ვიქტორ ორბანს, იმიტომ რომ მიხოთ იმისა, რომ მანდატების უმრავლესობა მოიპოვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. და ისეთ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით მოუწევს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა და მათთან კომპრომისზე წასვლა, ანუ ერთ პიროვნულ გადაწყვეტილებებს ვიქტორ ორბანის მსგავსად ვერ მიიღებს და ასევე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბულგარეთი მთლიანად ევროპის კავშირის დახმარებაზე არის დამოკიდებული და ევროპული ფონდებიდან გამოყოფილ თანხებზე. შესაბამისად, თუ უნგრეთმა წლების განმავლობაში გაუძლო ვიქტორ ორბანის ურჩობას და ბრიუსელთან ესეთ პირდაპირ კონფრონტაციას, ბულგარეთს ამის რესურსი ფიზიკურად არ გააჩნია. კი ბატონო. ანუ შეიძლება საერთოდაც მოეჩლება ეკონომიკა კი თუ საერთოდაც არ იყოს ის პრორუსი მესია, რომელსაც ელოდებიან სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები საქართველოში. ხო, რუმენ რადოვიც ვიქტორ ორბანის მსგავსად ესეთ პრაგმატული პოლიტიკოსი აღმოჩნდა და ის განწყობები, რომელიც ბულგარეთში არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა, ამის მიუხედავად მათი ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო არის და შესაბამისად აი ამ თემებზე აპელირებით, რომ ბულგარელების თანხა არ უნდა ხმარდებოდეს სხვა ქვეყნებს, ძალიან მარტივად მოიპოვა მოქალაქეების კეთილგანწყობა. იმიტომ ძალიან დიდი ის იყო პრაქტიკულ, ანუ ამბავი აიწია პრორუსი არის და მე უცებ მიჩუმდა ყველაფერი და დავრჩით ისე რომ ყველა მიცის რომ ბულგარეთში არის პრორუსი ლიდერი. კი, აი დასავლური გამოცემებიც ესე აი რომ ხდება სტატიების სათაური. აქტიურად წერენ რომ აი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პრორუსმა პოლიტიკოსმა და პრორუსი ეს იარლიყი მიეკერა იმიტომ რომ უკრაინას არ უჭერს მხარს უბრალოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და ენერგორესურსებთან დაკავშირებული პოზიციის გამო. თუმცა რობერტ ფიცოც მსგავს განცხადებებს აკეთებდა იქამდე ვიდრე პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებდა. შესაბამისად, არ ვიცით რუმენ რადევი, როდესაც პრემიერ-მინისტრის რანგში მოგვევლინება, რა განცხადებებს გააკეთებს, იმიტომ რომ უბრალოდ მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სჭირდებოდა ეს და ძალიან სწორი გათვლა გააკეთა, იმიტომ რომ ასეთი პოზიციის დაფიქსირების გამო მიიღო ალბათ ის ხმები, რა ხმებიც მიიღო. კი ბატონო. და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბულგარეთში რამდენიმე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ეხლა არის რამე ინდიკატორი, რომ ეს გაცილებით უფრო სტაბილური მთავრობა იქნება, ვიდრე წინა მთავრობები იყო, თუ ისევ არის მოლოდინი, რომ მალე შეიძლება ისევ აირიოს შიდა პოლიტიკური სიტუაცია და კიდევ ერთი არჩევნები. 2009 წლის შემდეგ, ანუ იმ არჩევნების შემდეგ, როდესაც ბოიკო ბორისოვი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მოუპოვებია ბულგარეთში იმდენი მანდატი, რომ დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა მთავრობა, ანუ მუდმივად კოალიციური მთავრობები იყო და ახლა რუმენ რადევის შემთხვევაში პირველად იქნება, ანუ 2009 წლის შემდეგ, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოაყალიბებს, შესაბამისად ის, რომ ახლა კიდევ ადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ან უნდობლობას გამოუცხადებენ ამ რადევის გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ხა გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ დიდი ალბათობით ეს არ მოხდება. და რადევმა რა პარტიებით შეკრა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულიყო, იმ პარტიებს შორის არის პოლიტიკური ბალანსი და სტაბილურობა იმ დონეზე, რომ შეინარჩუნოს ეს პარტიები, ანუ ერთმანეთთან არიან პოლიტიკურად ახლოს. სამივე პარტია არის მემარცხენე პარტია, ძირითადად სოციალ-დემოკრატები არიან, ანუ ძალიან ახლოს არიან იდეოლოგიურად ერთმანეთთან, ანუ ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ რაღაც უთანხმოება გქონდეთ. ანუ შესაბამისად უფრო სტაბილურობას ველით ამ მიმართულებით. კი ბატონო. მოდი გადავიდეთ ჩეხეთზე, იმიტომ რომ ჩეხეთში არის ანდრეი ბაბიში, რომელიც არის მილიარდერი, ასევე პოპულისტი. რა სიტუაცია აქვს ბაბიშს? ის ასე ვთქვათ, ეგრე ღიად პრორუსად არ არის მონათლული, ზოგადად ზედაპირული ანალიზის ფონზე. რატომ არის ბაბიშის განხილვა ამ ეპიზოდში მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის განხილული როგორც პრორუსი კლასიკური პრორუსი ლიდერი. ალბათ იმიტომ რაღაცნაირად ხშირად აღმოჩნდება ხოლმე რობერტ ფიცოს და ვიქტორ ორბანის გვერდით, რომ უბრალოდ პოპულისტი პოლიტიკოსია, მაგრამ აი როგორც ახსენეთ, ეს არის
მილიარდერი ბიზნესმენი და მისი მთავარი ინტერესი არის ის, რომ მის საკუთარ ბიზნესებს არანაირი საფრთხე არ შეექმნას. ანუ ეს არის მთავარი რამ, რის გამოც ის ვიქტორ ორბანის მსგავსად არ მოიქცევა არასდროს. მისი კონგლომერატი აგროფერტი, რომელიც ათეულობით, უბრალოდ ასეულობით კომპანიას აერთიანებს. ეს არის სამშენებლო კომპანიები, კვების სექტორთან დაკავშირებული კომპანიები, ინფრასტრუქტურული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიქტორ ორბანის მსგავსად ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ორბანის მსგავსად მოიქცეს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის როგორც უნგრეთისთვის გაყინა ბრიუსელმა თანხები, ასევე გაყინავს ჩეხეთისთვის და არც სანქციები და არანაირი ეკონომიკური ესეთი წნეხი არ შედის მის ინტერესებში. როგორც ბიზნესმენი, ისე აზროვნებს და მთავარია, რომ მის ბიზნესებს საფრთხე არ შეექმნას და ეს შემოსავალი არ დაკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმალურად ის არ ფლობს ამ აგროფერტს. იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით დავაც ქონდა მას ბრიუსელთან, რომ ესეთი მაღალი თანამდებობის პირი არ უნდა ფლობდეს ასეთ მსხვილ ბიზნესებს. ფორმალურად აღარ არის მის მფლობელობაში, მაგრამ რა თქმა უნდა ის აკონტროლებს. კი ბატონო, როგორია ბაბიშის პოლიტიკური მოდელი? ეს არის, ის არის მართველი, როგორც თავრობის დამკომპლექტებელი და პოლიტიკის გამსაზღვრელი თუ მას ასევე აბალანსებს სხვადასხვა აი როგორც სლოვაკეთში რობერტ ფიცოს აქვს სამპარტიული კოალიცია, ასე არის ჩეხეთშიც. არც მას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მასაც ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების რეფორმის განხორციელების შემთხვევაში სჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა, შესაბამისად ერთპიროვნულად ვერაფერს ვერ წყვეტს. კი ბატონო. ასევე პრეზიდენტს რა ძალა აქვს ჩეხეთში, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ პრეზიდენტი არის ყოფილი ნატოს გენერალი, რომელიც არის, განსაკუთრებულად პროდასავლელი და არა პრორუსი, შესაბამისად, იმ ინტერესების ლიბერალური დემოკრატიული ინტერესების გამტარებელი. პრეზიდენტს აქვს თუ არა რამე ბერკეტები, რომ ბაბიშის, ასე ვთქვათ, პოლიტიკაზე ზეგავლენა იქონოს. პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება აქვს და სანამ ბაბიში კოალიციას დააკომპლექტებდა, იქამდე პეტრ პაველმა, ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ დაამტკიცებდა იმ მთავრობას, რომელიც ღიად შეეწინააღმდეგებოდა ევროპულ და დასავლურ კურსს. შესაბამისად, რაღაც მომენტში ბაბიშმა ვიქტორ ორბანის მსგავსად მოქცევა, რომ გადაწყვიტოს, პრეზიდენტს შეუძლია, რომ მისი გადაწყვეტილებები დაბლოკოს და შეაჩეროს მისი ესეთი მისწრაფებები. შესაბამისად, ამისგან ჩეხეთი დაცული არის. შესაბამისად ეს ამ ადამიანს შეუძლია რომ გამოიყენოს თავის გავლენები, რომ ბიზნეს ინტერესები გაავრცელოს, მაგრამ უფრო პრორუსული ან რაღაც ისეთი პრაგმატული პოლიტიკა, სადაც ევროპის ხარჯზე შეუძლია რაღაც ბიზნეს ტრანზაქციების გაკეთება, ასეთი ტიპის პრობლემები, ან ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ გაუვა, როგორც შეიძლება ორბანს გასვლა. სწორი შეფასება იქნება ჩემი მხრიდან. კი ბატონო, მაშინ მოდი გადავიდეთ სერბეთზე. და ვუჩიჩის თემაზე. სერბეთი, როგორც ვთქვით, არ არის ევროკავშირის წევრი. მიუხედავად ამისა, ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე არის ევროკავშირში, უпростоრეთ ევროპაში და ასევე განიხილება ხოლმე ზოგადად ამ ევროპელი პოპულისტი სტრონგმენების, ასე ვთქვათ, სიაში, რომლებსაც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ევროპის პოლიტიკაზე. რა ბერკეტები აქვს? ჯერ მოდი იმაზე ვისაუბროთ. ვუჩიჩის მთავრობა რას წარმოადგენს, რა სიტუაცია არის, რა პოლიტიკური სიტუაციაა იქ და როგორც ვიცი, ძალიან ბევრი გამოსვლები არის, დაძაბულობები არის და ესეც რომ ავხსნათ, რომ რა ხდება იქ პოლიტიკურად. ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკაში დიდი ხანია ფიგურირებს, ის ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, როდესაც სლობოდან მილოშევიჩის დროს ინფორმაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და მისი ეს თავისუფალ მედიასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან იწყება. რაც შეეხება პროგრესულ პარტიას, რომელიც ახლა მართავს სერბეთს, 2010 წლიდან მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და ვუჩიჩი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, მერე პრემიერ-მინისტრი და ახლა 2017 წლიდან იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
ეს პარტია და თვითონ ალექსანდრ ვუჩიჩი ერთპიროვნულად აკონტროლებს სერბეთში აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ როგორც უნგრეთში ვიქტორ ორბანი აკონტროლებდა ყველაფერს, ასე არის სერბეთში. აი მაგალითად ბულგარეთში, რაც აღარ არ მithქვამს და გამორჩა, რამდენიმე ადამიანს შორის არის ეს პოლიტიკური გავლენები გადანაწილებული. ეს ერთპიროვნული მმართველობა არ არის ბულგარეთში, იმიტომ რომ აი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, რომელიც ასევე ბიზნესმენი არის, ნუ არა რა თქმა უნდა ბაბიშის მსგავსი და ამ მასშტაბის, მაგრამ ძალიან მსხვილ კომპანიებს და ბიზნესებს ფლობს და ასევე მეორე ფიგურა არის დელიან პეევსკი, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ბულგარეთში, რომელიც თურქული უმცირესობის ინტერესებს იცავს და უფლებებს. ამ ორ ადამიანს შორის არის გავლენის სფეროები გადანაწილებული. ეს განსხვავება არის აი ბულგარეთს და უნგრეთს და სერბეთს შორის. სერბეთში აბსოლუტურად ყველაფერს ალექსანდრ ვუჩიჩი აკონტროლებს. რაც შეეხება საპროტესტო აქციები უცხო არ არის სერბეთისთვის, იმიტომ რომ მუდმივად საპროტესტო აქციების ტალღაში იმყოფება. უკანასკნელი ეს საპროტესტო ტალღა დაიწყო 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავნა. ამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ჯერ ნოვი-სადში და შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა და ბელგრადში აი უკანასკნელ წლებში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გამოსვლები იყო. თავდაპირველად მოითხოვდნენ გამოძიებას, იმიტომ რომ ეს რკინიგზის სადგური აღმოჩნდა, რომ ჩინური კომპანიის მიერ იყო დაპროექტებული და აღდგენილი და რაღაც კორუფციული გარიგებებით და სქემებით მოხდა ეს ამ ყველაფრის გაკეთება და ჯერ პროტესტანტები ითხოვდნენ ამ დოკუმენტების გასაჯაროებას, სხვადასხვა თანამდებობის პირების გადადგომას, მაგრამ ბოლოს მათ მოითხოვეს სისტემური ცვლილება. სერბეთში კიდევ საინტერესო ის არის, რომ როდესაც ვუჩიჩი ესეთი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერს თვითონ აკონტროლებს, მედია, სასამართლოს, პოლიტიკურ ინსტიტუტებს, სამოქალაქო სექტორს, არ აქვს შიში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, იმიტომ რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს სერბეთში, ძალიან სუსტია, პერიოდულად ერთიანდებიან ხოლმე, მაგრამ მალევე იშლებიან, ამიტომ იმის შიში არ აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და როგორც კი კრიზისული ვითარება შეიქმნება ქვეყანაში, მომენტალურად ნიშნავს საპარლამენტო არჩევნებს და თან ამით ხაზს უსვამს, რომ სერბეთი არის დემოკრატია, პატივსცემს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არჩევანს და სერბეთიც, მთლად ბულგარეთის მსგავსად არა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 8 საპარლამენტო არჩევნები ქონდა, მაგრამ სერბეთში ძალიან ხშირად ინიშნება ხოლმე. და სისტემა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ახლა ცოტა ხნის წინ იყო საუბარი, რომ შეიძლება ამ წლის ბოლომდე შემოდგომაზე გაიმართოს, დიდად არაფერი არ იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არსებობს ოპოზიცია. ანუ თუ გაიმართა არჩევნები, დიდი მოლოდინი არ არის, რომ რამე შეიცვლება. ეს არის უბრალოდ ტემპერატურის დაგდების ტაქტიკა, ასე ვთქვათ, ვუჩიჩის მხრიდან. როგორ ახერხებს, რის საფუძველზე ახერხებს ვუჩიჩი ევროკავშირთან, რუსეთთან და ჩინეთთან, ასე ვთქვათ, ბალანსის პოლიტიკის შენარჩუნებას? რა ბერკეტები აქვს და რა მიმართულებით მუშაობს, იმიტომ რომ ერთის მხრივ არის საუბარი, რომ სერბეთი ისტორიულადაც ძალიან დიდი კავშირები აქვს რუსეთთან, იუგოსლავიის პერიოდიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ქვეყანა იყო იუგოსლავია, მაინც რუსეთთან ჰქონდათ მჭიდრო კავშირები. ვუჩიჩს ხშირად ეძახიან პრორუსს, მაგრამ უცებ ამოტივტივდება, რომ თურმე ტყვია წამალს და რაღაცებს ყიდდა უკრაინისთვის. შესაბამისად, თლად ესე ვერ ვიტყვით, რომ ღიად პრორუსული მიმართულებით არის, უფრო როგორც ჩანს სერბეთს აქვს ამ იუგოსლავიის პოლიტიკის გაგრძელება ნეიტრალური და საკუთარ სარგებელზე ორიენტირებული პოლიტიკა. რითი ვაჭრობს ჩინეთთან, რუსეთთან და ევროკავშირთან ისე, რომ ძალაუფლებაში რჩება და მაინდამაინც არავინ არ ერევა მის ასე ვთქვათ პოლიტიკაში და მმართველობაში. ვუჩიჩიც პრაგმატული პოლიტიკოსი არის, რაც ცდილობს, რომ რაღაც ყველასთან კარგი ურთიერთობა ქონდეს და დააბალანსოს და მისი
მთავარი ამოცანა სხვების მსგავსად არის, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება და ამაში ვინც დაეხმარება ეს რუსეთი იქნება, ჩინეთი თუ სხვა სახელმწიფო ნებისმიერთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. რუსეთს და ჩინეთს კიდე რაც შეეხება სერბეთისთვის ამას კიდევ ის ახსნა აქვს, რომ კოსოვოს საკითხში რუსეთი და ჩინეთი არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც კოსოვოს არ აღიარებენ. ანუ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებიდან ეს ორი სახელმწიფოა, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. შესაბამისად, მათთან კარგი ურთიერთობა სერბეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თუ რამე ბლოკავს კოსოვოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს არის რუსეთის და ჩინეთის ვეტო, შესაბამისად, უჩიჩის ინტერესებში შედის, რომ მათთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. და ზოგადად სერბეთის პრორუსულობას რაც შეეხება, ეს მე მგონი მხოლოდ სერბეთის ის არ არის რაღაცნაირი სენტიმენტები რო აქვს რუსეთის მიმართ, ბალკანეთის ქვეყნების უმრავლესობას აქვს და მოსახლეობას აქვს გარკვეული სენტიმენტები რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ როდესაც ეს სახელმწიფოები საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთის იმპერიაში შედიოდნენ, რუსეთი იყო ის ძალა, რომელიც მათ ეხმარებოდა დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ოღონდ არა იმიტომ რომ ახლა მაშინ რუსეთის იმპერიას ინტერესი ჰქონდა რაღაც სერბეთის დამოუკიდებელი სამეფო ყოფილიყო ან მონტენეგროსი ან ბულგარეთის ან ასე შემდეგ. უბრალოდ ოსმალეთის იმპერიის დასუსტება უნდოდა. კონსტანტინოპოლი უნდა. რა თქმა უნდა, ხო, და ამიტომ ან მათ მეხსიერებაში რუსეთი ჩარჩენილი არის როგორც მართლმადიდებელი ძმა, რომელიც მათ ეხმარებოდა დამოუკიდებლობის მოპოვებაში, იმიტომ რომ აი თუ მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ჩვენ რაღაცნაირად თან თქვა რუსეთის იმპერია, მათ შემთხვევაში ეს არ მოხდა რა, იმიტომ რომ მათი ისტორია ცოტა სხვანაირად განვითარდა. ამით აიხსნება რუსეთის მიმართ ესეთი დამოუკიდებლობა. არა მხოლოდ სერბეთში, ბალკანეთის რეგიონის სხვა სახელმწიფოებშიც. კი ბატონო. არის საუბარი იმაზე, რომ სერბეთი აკონტროლებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ლითიუმს, რომელიც ევროკავშირის მიერ აღიარებულია როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტი. ეს ლითიუმი გამოიყენება ბატარეების გაკეთებაში, ელემენტების გაკეთებაში, თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიების, რომელიც ასევე ევროკავშირის ძალიან დიდი სერიოზული მიმართულება არის. აქვს თუ არა დღესდღეობით სერბეთს ამ ხრივ გავლენები და არის თუ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ის მარაგები და ის პოტენციური შესაძლებლობა, რაც სერბეთმა შეიძლება შექმნას ევროკავშირისთვის, ახლა ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე პოდკასტში, რომ ეს მინერალები, ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება უმნიშვნელოვანესია და ახლა ახალი რბოლა მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩინეთი აკონტროლებს უზარმაზარ ბაზარს, ამერიკას აქვს თავისი მარაგები, პრაქტიკულად ევროპაში მაინდამაინც დიდი რესურსები არ არის. სერბეთს თუ აქვს, მე როგორც ვნახე ჩაწერამდე დაახლოებით 17% შეიძლება იყოს ევროპის მთლიანი მარაგების ლითიუმის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროკავშირი გარკვეულწილად რაღაც თვალის დახუჭვა შეუძლია რაღაცებზე იმისთვის, რომ ეს სიკეთე არ დაკარგოს და იყენებს თუ არა სერბეთი ამ რესურს იმისთვის, რომ სერბეთი რა უჩიჩი რომ გაიმყაროს საკუთარი პოზიციები ევროკავშირის წინაშე, ასე ვთქვათ. სერბეთის დასავლეთ ნაწილში, იადარის ხეობაში არის ლითიუმის ყველაზე დიდი საბადო ევროპაში. სხვადასხვა შეფასებით, არსებობს რაც კონკრეტული დათვლა, რომ 20%-ს დააკმაყოფილებს, ასევე ვიღაცები ამბობენ, რომ შეიძლება 50%-იც კი დააკმაყოფილოს, ამიტომ ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. მაგრამ ევროპის კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საბადოზე წვდომა. გამომდინარე იქიდან, რომ სერბეთი არ არის ევროპის კავშირის წევრი, ამ შესაბამისად ეს თვალის დახუჭვა მაინც და მაინც ისეთი აქტუალური ალბათ ვერ იქნება, მაგრამ სავაჭრო თემად შეუძლია გამოიყენოს ეს ალექსანდრ ვუჩიჩს ბრიუსელის მიმართ. და როგორც ვიცით, ევროპის კავშირს გაცხადებული მიზანი აქვს, რომ 2050 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალური უნდა გახდეს და მწვანე შეთანხმების მიხედვით მან აისრულად უნდა აღმოფხვრას ის რაღაც მძიმე მრეწველობა და ასე შემდეგ, რაც ახლა არსებობს ევროპის კონტინენტზე. და ეს ლითიუმის საბადო მნიშვნელოვნად დაეხმარება, იმიტომ რომ მათ შორის ელექტრომობილების ბატარეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მადანზე წვდომა.
შესაბამისად მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ანუ ვიცით რომ სერბეთს კანდიდატის სტატუსი აქვს და მისი გაცხადებული სურვილი ევროპის კავშირის წევრობა, შეიძლება გარკვეულ რაღაცებზე დათმობაზე წავიდეს ევროპის კავშირი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის თვალს დახუჭავს იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც სერბეთის პროგრესული პარტია იღებს და როგორც მართავს სახელმწიფოს ერთპიროვნულად, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თუ სერბეთს უნდა ევროპის კავშირში გაწევრიანება, მან უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც არის განსაზღვრული იმისთვის, რომ ნებისმიერ სახელმწიფო შეუერთდეს ამ გაერთიანებას. თვითონ ევროკავშირს აქვს რამე ბერკეტი, რომ ზეგავლენა იქონიოს სერბეთში პოლიტიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების მიმართულებით სერიოზული დარღვევები არის. ბერკეტი, მით უმეტეს სერბეთი არ არის ევროპის კავშირის წევრი, ევროპის კავშირის იმ ქვეყნების მიმართაც არ აქვს ესეთი ძლიერი ბერკეტი, რომლებიც მის შემადგენლობაში შედიან, შესაბამისად, ბრიუსელი ერთადერთი შეუძლია, რომ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც დაბრკოლება შეექმნას, როდესაც მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ესე ღიად განიხილავენ, აფასებენ, მაგრამ ის რომ რაღაც პოლიტიკური ბერკეტი ქონდეს, ბუნებრივია არ აქვს ევროპის კავშირს. ბატონო, მოდი შევაჯამოთ, ახლა რამდენიმე ლიდერი ჩამოვთვალეთ, მათ აქვთ ბევრი საერთო, ბევრი განსხვავებები. ამ ლიდერების აღმოცენება ზოგადად ევროპაში, ევროპის შიგნით, რას გვეუბნება თანამედროვე ევროპულ პოლიტიკაზე? რა ბერკეტებს იყენებენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მოვიდნენ, რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე აპელირებენ და ზოგადად რა მიმართულებით ხდება ხალხის მობილიზაცია ამ სხვადასხვა ლიდერების მიერ და სადა აქ ჩავარდნა ევროკავშირს, რომ ასეთი ტიპის ლიდერებისთვის არის, ასე ვთქვათ, მზა ასპარეზი, ვერ ხერხდება იმ ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება, რა ფუნდამენტური პრობლემებიც ასაზრდოებს ასეთი ტიპის პოპულისტ ლიდერებს. მე მგონი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპის კავშირის შიგნის წევრობის მიუხედავად ამ ქვეყნებს ბევრი პრობლემები აქვს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და რაღაცნაირად მოსახლეობას გონია ხოლმე, რომ თუ ხელისუფლების სათავეში მოვა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელისგან დამოუკიდებელ კურსს გაატარებს, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ვიქტორ ორბანიც ამაზე აპელირებდა, რობერტ ფიცოც, ბაბიშიც, რუმენ რადევიც, რომ არ იქნება ბრიუსელის მსახური და მის გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ შეასრულებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ტრადიციული პოლიტიკური პარტიები კრიზისში იმყოფებიან, იმიტომ რომ ის პარტიები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლების სათავეში, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბულგარეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში და ასე შემდეგ, მოსახლეობა მათ მიმართ არის იმედგაცრუებული, იმიტომ რომ ის ძირითადად გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში არსებობს, მაინც არ არის მოგვარებული და მათ სურთ ახალი ძალა, მათ შორის შეიძლება ეს ძალა იყოს პოპულისტიც, რომელსაც მოსახლეობასთან შეუძლია ძალიან ადამიანური ენით საუბარი, მათ პრობლემებზე რაღაც კონკრეტული პასუხების გაცემა და არა რაღაც ზოგად თემებზე აპელირება. და შესაბამისად ესეთი პოპულისტური გაერთიანებები რაღაცნაირად ხარდაჭერას აფართოებენ ასეთ ქვეყნებში. არის თუ არა ეს პრაქტიკულად რეაქცია, საზოგადოების რეაქცია ბიუროკრატიაზე და ბიუროკრატიულ პროცესებზე, რომელიც აჯანჯლებს და აჭიანურებს რაიმე ტიპის ეკონომიკურ ან სხვადასხვა ტიპის პროგრესს, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ხედავთ, რომ საზოგადოებები, რომლებიც ევროკავშირის წევრი არიან, ევროპაში მდებარეობს, მზად არიან ავტორიტარებს დაუთმონ ასპარეზე იმისთვის, რომ რაღაც იმედი ქონდეთ, რაღაც პროგრესის. ანუ პრაქტიკულად უფრო ლიბერალური პროცესებზე დაფუძნებული პოლიტიკის იმედი ამ ქვეყნებში, სადაც ეს ეკონომიკური პრობლემები წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა, ძალიან გამოიყენება აქტიურად და ეს არის ერთის მხრივ ბიუროკრატიის და ევროკავშირის ბიუროკრატიულობის პრობლემა, თუ ეს არის უბრალოდ თანამედროვე საინფორმაციო გარემოს პრობლემა, რომელიც ამ ბიუროკრატიას პრაქტიკულად ყველაფერ დანარჩენში ადანაშაულებს და ბიუროკრატიაზე ტყდება ჯოხი, რომელიც
პოლიტიკოსების პირადად ვიღაც პოლიტიკოსების ბრალი შეიძლება იყოს. ნებისმიერი სახელმწიფო არ აქვს მნიშვნელობა ევროპის კავშირის შიგნით, თუ რამე პრობლემა აქვს, ანუ არა მხოლოდ ეკონომიკური, ეს არის, რა თქმა უნდა, იმ ძალების პასუხისმგებლობა და იმ ძალების, არ ვიცი, ისინი არიან ამაზე პასუხისმგებელი, ვინც არის ხელისუფლების სათავეში. ანუ ის რომ რაღაც ევროპის კავშირის გარკვეული ბიუროკრატია არსებობს, ამას კავშირი არ აქვს ამ სახელმწიფოების განვითარებასთან, უბრალოდ მათ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული რეფორმები განახორციელონ. აი მაგალითად ის რომ ბულგარეთის მოქალაქეები უკმაყოფილო არიან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით, ამაში დამნაშავე ბუნებრივია რომ ბრიუსელი არ არის დამნაშავე არის ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ ქვეყნის სათავეში, მათ შორის ბოიკო ბორისოვი, რომელიც კორუფციული გარიგებებით დაინტერესებული იყო, რომ რაც შეიძლება და მეტად გაზრდილიყო არა მისი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა, არამედ საკუთარი კეთილდღეობა. იგივე ხდებოდა უნგრეთშიც, როცა უნგრეთის მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა, ვიქტორ ორბანის ოჯახის წევრების, კლასელების, მეზობლების და ასე შემდეგ უშუალო გარემოცვის კეთილდღეობა იზრდებოდა და ნუ ბუნებრივია, როდესაც ამას ადამიანები უყურებენ, უსამართლობის და უჩნდებათ. მერე არის ის, რომ აი ასეთ ქვეყნებში, როგორც წესი, მედიას მართველი პარტია აკონტროლებს და ისინი არიან მსხვერპლი დეზინფორმაციის და პროპაგანდის, რომელიც ამბობს, რომ მათ ასეთ მდგომარეობაში დამნაშავე არის არა კონკრეტული ხელისუფლება, რომელიც მის ქვეყანას მართავს, არამედ ბრიუსელი, რომელიც ცდილობს, რომ სახურად გაიხადოს რაღაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ხელისუფლების სათავეში მყოფი ძალა. და როგორც ცდილობს, რომ აი რაღაც, არ ვიცი, ბულგარეთის მოქალაქეებს და უნგრეთის მოქალაქეებს წაართვას კეთილდღეობა. კი ბატონო, საინტერესოა ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლება უკვე აღქმული იყოს როგორც ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემა. იმიტომ რომ თუ ავტორიტარი მოდის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ისეთი ავტორიტარი, როგორიც ორბანი იყო, ისეთი კონსტიტუციური ძალაუფლებით, მას აქვს სხვადასხვა ბერკეტები და თუნდაც მოინდომა, რომ შეაფერხოს ევროკავშირის სხვადასხვა გადაწყვეტილებები, გამოიყენოს ის ძალაუფლება და ის ლიბერალური წესრიგი, რაც ევროკავშირის შიგნით არის საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის, გაძლიერებისთვის, ასე ვთქვათ, ეს უკვე ფუნდამენტური სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემა არის. ფიქრობენ თუ არა ბრუსელში ამ თემაზე, რომ ეს ორბანის თემა შეიძლება იყოს პირველი კვირტები იმ პრობლემის, რა პრობლემებით შეიძლება წამოვიდეს. ეხლა ეკონომიკური კრიზისების დროში ვართ, ჰორმუზის სრუტე რო ჩაკეტილი არის, ბენზინი ჩვენთან ავიდა 4 ლარზე და ევროპაშიც არის სერიოზული პრობლემები, რუსეთმა უკრაინაში ომი რო დაიწყო, ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო ევროპაში ამის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური ფაქტორებია, რომელიც წინასწარ მეტყველებს, რომ მაინდა-მაინც სახარბიელო რამდენიმე წელი ევროპას არ ექნება. ეს შეიძლება პოპულისტებმა გამოიყენონ ევროპაში, ისევე როგორც კონკრეტულ ქვეყნებში ახლა რაც ჩამოვთვალეთ, გამოიყენეს საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის. ფიქრობენ თუ არა ევროკავშირში ამ პრობლემაზე და აქვს თუ არა რაიმე პასუხი აი განსაკუთრებით ორბანისგან ნასწავლილ გაკვეთილებს. მე მგონი ესეთი პრობლემის წინაშე ევროპის კავშირი მხოლოდ ახლა არ არის, იმიტომ რომ შექმნის დღიდან არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩენილა და რაღაცნაირად მუდმივად ცდილობდა, რომ ყოველი ასეთი დაბრკოლება, კრიზისული ვითარება, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება რაღაცნაირად გამოეყენებინა და გამოცდილება მიიღო, რომ უფრო მეტად მოქნილი ყოფილიყო და უფრო გაძლიერებული ყოფილიყო ეს ევროპული გაერთიანება. არ ვიცი, ხა მე არ მაქვს უსტი პასუხი, რას ფიქრობენ ევროპის კავშირის შიგნით, მაგრამ იმიტომ რომ აი ორბანის მსგავსი ლიდერების რაღაცა პრევენცია და გაძლიერება არ მოხდეს, დიდი ალბათობით რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ და შეიძლება რაღაც სრულიად ახალი მექანიზმიც კი გამოიგონონ იმისთვის, რომ ასეთი ლიდერები ევროპის კავშირის შიგნით არ გაერთიანდნენ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ძალიან საინტერესო წიგნი აქვს N. Applebaum's ავტოკრატების გაერთიანება 21 საუკუნეში. ეს ავტოკრატი ლიდერები აღარ არიან ერთმანეთისგან იზოლირებული.
და ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, ან თუ ადრე ათეული წლების წინ მათი დაინტერესება ტერიტორიული გაფართოება იყო, ეხლა უბრალოდ მსოფლიო წესრიგის შეცვლა სურდა იმ პრინციპების და ნორმების აღმოფხვრა, რასაც ეფუძნება ლიბერალური დემოკრატია. შესაბამისად, თუ ამ ევროპული გაერთიანების შიგნით, აი ვიქტორ ორბანის მიხედვით იმისა, რომ ვიქტორ ორბანის ეპოქა დასრულდა, რაღაცნაირად მოახერხოს ევროპის კავშირმა, რომ აი ესეთი ლიდერების გამო მათ ფუნდამენტურ ღირებულებებს საფრთხე არ შეექმნას, გარკვეული რაღაც მექანიზმების მოფიქრებაც დასჭირდებათ ნებისმიერ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება და საკმაო რესურსი. კი ბატონო. ანუ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ბრიუსელის პასუხი ასეთი ტიპის გამოწვევებზე, აი გაყინული ფონდები, რაღაც დაფინანსების შეჩერება, სიტყვიერი კრიტიკა, ასე შემდეგ არ არის მაინდა-მაინც ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ აი შეიძლება ამან გავლენა იქონიოს ისეთ ქვეყნებზე, როგორც სლოვაკეთი არის, სადაც არასტაბილური კოალიციები არის და არ არის გამყარებული კონსტიტუციური უბრალესობა, მან შეიძლება კი დაიშალოს, მაგრამ თუ ორბანის ტიპის ლიდერი მოვიდა, რომელსაც გამყარებული აქვს საკუთარი კონსტიტუციური უბრალესობა. ორბანს რო აი ისე ვამბობ, რომ მოეგო საპარლამენტო არჩევნები და კიდე გაეგრძელებინა, არ ვიცით, რამდენ ხანს გაძლევდა უნგრეთი ესეთ პირობებში, იმიტომ რომ როდესაც მილიარდობით ევრო არის დაბლოკილი და თან მაინდა-მაინც ისეთი ეკონომიკით არ გამოირჩევა უნგრეთი და შესაძლებელია რომ ძალიან მალე შექმნოდა საფრთხე მის რეჟიმს და ისედაც ჩამოშლილი. ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის შესაძლო პასუხზე, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. მოდი ვისაუბროთ თვითონ ამ პოპულისტების თვალსაზრისით დანახულ სიტუაციაზე. ორბანის კონსტიტუციური უმრავლესობა წააგო ასევე კონსტიტუციური უმრავლესობით, დამარცხდა ასევე პოპულისტ ლიდერთან ეკონომიკური პრობლემების გამო და იმ პრობლემების გამო, როც დიდწილად ორბანის გადაწყვეტილებებით იყო მიღებული ევროკავშირის მიერ გაყინული თანხებით. ეს ერთის მხრივ ევროკავშირისთვის არის გაკვეთილი, რომ შეიძლება პოპულისტებმა გამოიყენონ ეს ბერკეტები, მაგრამ პოპულისტებისთვის თუ არის გაკვეთილი, რომ ასეთი ტიპის ქცევა მიიღონ საბოლოო ჯამში იმ სისტემის ჩამოშლამდე, რა სისტემაც ცდილობს დააშანტაჟოს ევროკავშირი. საერთოდ როგორც წესი, სანამ ესეთი რეჟიმი დაინგრევა, გარედან უფრო ძლიერი ჩანსხლომა, იმიტომ რომ ალბათ უნგრელების რაღაც ძალიან დიდ ნაწილსაც ვერ წარმოედგინათ, რომ ოდესმე შეიძლებოდა ორბანი დამარცხებულიყო. იმიტომ რომ ზედიზედ 4-ჯერ ქონდა ამ ორბანის პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა მოპოვებული და ერთი თვის წინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ორბანის პარტიამ 35% მოიპოვა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აი ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგი, სადაც ფიდეშს აქვს 23% და მადიერის პარტია ტისას აქვს დაახლოებით 70%. ანუ არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ყოფილ მმართველ ძალას აქვს 23% და ერთ თვეში შეიძლება ეს 23%-ით აღარ ქონდეს. როცა რაღაც თუნდაც ერთი წლის წინ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო და ერთგვარი სიგნალი არის, რომ ერთი ის რომ გარედან უფრო ძლიერები ჩანან და რაღაც დაუძლეველები და მე აღმოჩნდება რომ არც თუ ისე ძლიერები არიან, როდესაც ესეთი ძალა უპირისპირდება, რომელიც არ ვიცი, სწორი თუ ყოველ შემთხვევაში ძალიან პრაგმატულად მიუდგა მადიარი ამ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსახლეობას იმ თემებზე ესაუბრებოდა, რაც მათ ინტერესში შედიოდა ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, რომელსაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ისევ ომის და მშვიდობის თემატიკაზე აწვა. სხვა არაფერი არ ქონდა სათქმელი ვიქტორ ორბანს და მადიარი როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა და რეგიონებში, სოფლებში, მცირე დასახლებებში ჩადიოდა, რაც ხათაშურის უპრეცედენტო იყო უნგრეთში, იმიტომ რომ როდესაც ის სოფლებში ჩადიოდა, იქ ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი ამ დრომდე საერთოდ ნანახიც არ ყავდათ.
და ძალიან ადამიანურად ესაუბრებოდა რაღაც ყოველდღიურ გამოწვევებზე და უბრალოდ უხსნიდა ადამიანური ენით, რომ მათი პრობლემები არსებობდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თანხებს ისაკუთრებდა მართველი პარტია, რომლის ინტერესებშიც უბრალოდ საკუთარი გარემოცვის გამდიდრება შედიოდა და თუ ეს ძალა დამარცხდებოდა, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა და გაუმჯობესდებოდა. ანუ ეს იყო მთავარი ძლიერი მხარე მადიარის, რისი საშუალებითაც მან გამარჯვება მოახერხა. კი ბატონო, მოდი ფინალურ ეტაპზე გადავიდეთ. ორბანი წავიდა, მაგალითი არის ძალიან ბევრი პოპულისტისთვის, დასრულდა თუ არა ორბანიზმი და ეს იდეა, პოპულიზმის იდეა, რომ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში დემოკრატიული არჩევნებით მოხვიდე და შემდეგ გაიმყარო ავტორიტარული რეჟიმი, ჩამოშალო ეს დემოკრატიული სისტემა და შენ ქვეშ ააგო, ასე ვთქვათ, ერთი სოლიდური ავტორიტარული ძალაუფლების ვერტიკალი. ორბანიზმის დასრულებას რაც შეეხება, უნგრეთში რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად დასრულდა ორბანიზმის ეპოქა. საინტერესო ის არის, რომ როდესაც ვიქტორ ორბანის უთავიდან გამოჩნდა საერთოდ პოლიტიკურ სცენაზე 90-იან წლებში, ის ყველას დაამახსოვრდა იმით, რომ 99 წელს ბუდაპეშტში გმირთა მოედანზე საბჭოთა ჯარებს მოუწოდებდა ქვეყნის დატოვებისკენ და მაშინ ის ლიბერალურ პოლიტიკოსად აღიქმებოდა და არამც თუ მაშინ 2015 წლამდეც ესეთი აღქმა იყო და აი მისი რადიკალური ცვლილება უკვე 2015 წლის შემდეგ იცვლება. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ევროპაში მიგრანტთა კრიზისი დაიწყო და პირველად დაუპირისპირდა ღიად ბრიუსელს, იმიტომ რომ მან მიგრანტთა კვოტები, რომელიც მიგრანტების კვოტების სისტემით გადანაწილებას ითვალისწინებდა, ამაზე უარი თქვა და არ მიიღო მიგრანტები. აი ამ პერიოდიდან იწყება ბრიუსელთან დაპირისპირება და აი ამ პერიოდიდან გახდა, ჯერ რაღაც თითქოს კონსერვატორ პოლიტიკოსად პოზიციონირებდა და შემდეგ რაღაცა საერთოდ ხანდახან ულტრანაციონალისტ პოლიტიკოსადაც არ ვიცი მიიჩნევდა ძალიან ბევრი. მისი, როგორც უკვე აღვნიშნე, მისი მთავარი მიზანი იყო ძალაუფლების შენარჩუნება. ძალიან საინტერესო წიგნი არის ორბანის ბიოგრაფიაზე, სადაც ავტორი წერს, რომ თუ ლიბერალური დემოკრატია იქნებოდა პოპულარული მისი მმართველობის პერიოდში და ესეთი ძლიერი, ის ჩვეულებრივად თავს გამოაცხადებდა ამ ლიბერალური დემოკრატიის მხარდაჭერად, ანუ ნებისმიერ იდეოლოგიაზე დათანხმდებოდა, ნებისმიერ იდეოლოგიის მხარდაჭერაზე ოღონდ პოლიტიკური ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ანუ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა იდეოლოგიურად ის რა პოლიტიკასაც უჭერდა მხარს, რაღაც იდეოლოგიური სიახლოვის გამოაკეთებდა ამ ყველაფერს, უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდოდა. კი, ძალაუფლების შენარჩუნების მოყვარული ლიდერები ძალიან ბევრი იქნება. არის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება შესაბამისად. მაინც კარგი მაგალითია ის, რომ დემოკრატიამ საბოლოო ჯამში შეიძლება გაიმარჯვოს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ევროპის კავშირის შიგნით არაერთი პოპულისტი პოლიტიკოსი არსებობს, ვიქტორ ორბანის დამარცხება კარგი თვალსაჩინო მაგალითი იქნება მათთვის, რომ აი სადამდე შეიძლება მივიდეს ასეთი ტიპის რეჟიმი, რომელიც გარედან ძალიან ძლიერი ჩანს და ერთ დღეში შეიძლება ასეთ რაღაცა 23%-იან მხარდაჭერა დავიდეს სრულიად მოულოდნელად. კი ბატონო, რა შეიძლება ჩვენ საქართველოში ვისწავლოთ იმ გამოცდილებებიდან, რაც ამ ევროპულ ავტორიტარულ ლიდერები და მათთან ბრძოლა გვაძლევს, ასე ვთქვათ, მედიაში იქნება ეს თუ სხვადასხვა კვლევების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ აი უნგრეთის არჩევნების პერიოდში, პარალელურად ხშირად ადარებდნენ ხოლმე საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთს, რაღაც მსგავსებები შეიძლება არსებობდეს მათ შორის, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებები არის. პირველ რიგში, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს უნგრეთი ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოა და მის მიმართ დასავლეთს უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე საქართველოს მიმართ, რომელიც არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის.
თვითონ მართველი ძალის ძალაუფლებას რაც შეეხება, ვიქტორ ორბანი, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად მართავდა იქ ყველაფერს, მაგრამ მთავარი განსხვავება ის არის მაგალითად არჩევნების დღეს, რომ თუ იქ უნგრელი მოქალაქეების არჩევნო უბანზე, როდესაც მიდიოდნენ და ხმას აძლევდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი არჩევანი ბოლომდე დაცული იქნებოდა. ან ისინი სანამ საარჩევნო უბნამდე მივიდოდნენ, შეიძლება რომ მართველი პარტიის მხრიდან მათ მიმართ რაღაცა ტიპის გავლენა და ზეწოლა ყოფილიყო, მაგრამ იმის იქით ისინი რა გადაწყვეტილება, ანუ როდესაც უკვე დააფიქსირებდნენ გადაწყვეტილებას, ის გადაწყვეტილება დაცული იყო საქართველოსგან განსხვავებით. მედიის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთში გაცილებით უფრო რთული ვითარება იყო, ვიდრე საქართველოში არის, იმიტომ რომ აი წინა საარჩევნო კამპანიის დროს მადიარს ერთი წუთიც კი არ დათმობია სახელმწიფო ტელევიზიებში ერთადერთი, ანუ მას საკუთარი პროგრამის და დაპირებების შესახებ საუბარი უბრალოდ ონლაინ ტელეარხებზე შეეძლო, საქართველოსგან განსხვავებით, სადაც მინიმუმ ორი არხი მაინც არსებობს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მისვლა შეუძლიათ და საკუთარ პროგრამაზე საუბარი. წინა საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით რაღაცების სწავლა შეიძლება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ესეთი შესანიშნავი კამპანია ჩაატარა მადიარმა, მართლა ფეხით შემოიარა მთელი უნგრეთი და თან რო შევატაროთ ახლა უნგრეთი დაახლოებით 10 მილიონიანი ქვეყანა არის ტერიტორიით, ბევრად დიდი არ არის საქართველოზე, მაგრამ საქართველოზე დიდია და ჩვენი მოსახლეობა დაახლოებით სამჯერ პატარა არის, ამიტომ შესაძლებელი ნამდვილად არის ასეთი კამპანიის ჩატარება პოლიტიკური ნების შემთხვევაში და სურვილის შემთხვევაში. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ, თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.